Undebit parlaments სამდღიანი განხილვები ახალი სამთავრობო გუნდის დამტკიცებით უნდა დასრულდეს. მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოსაცხადებლად კენჭისყრა რამდენიმე წუთში დაიწყება. მომბის პირდაპირ ეთერში ახლა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ჩაგვერთვება. ქალბატონ თეა საღამო მშვიდობის, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ჩვენი სტუმარი ხართ. მოგესალმებით. ქალბატონ თეა, ნდობის გამოცხადებისთვის კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩება. უმრავლესობა ცნობილია რომ ხარს გიჭერთ, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მინისტრთა კაბინეტი ამ შემადგენლობით დამტკიცდება. სწორედ ამიტომ მინდა გკითხოთ, რა იქნება თქვენი მთავარი გამოწვევა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში. ჩვენი მთავარი მიმართულებები იქნება იგივე, მაგრამ ახალი შინაარსით. ეს არის საკანონმდებლო ცვლილებები, უფლებები და თავისუფლებები, იმისთვის რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გამყარდეს და ამ ინსტიტუტების მუშაობის პირობებში ინდივიდი იყოს კიდევ უფრო მეტად თავისუფალი კანონის ფარგლებში და იყოს დაცული სახელმწიფოსგან ან სხვა ინდივიდებისგან. ეს იქნება მთავარი მიმართულებები, იქნება ეს მართლმსაჯულების, პროკურატურის, ქალთა უფლებების, ბავშვთა უფლებების თუ სხვა თემებზე მუშაობა. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ იმ მიმართულებით მუშაობას, რასაც ქვია სახელმწიფო სერვისების კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობა, იქნება ეს იუსტიციის სახლის 400-ზე მეტი სერვისი, აღსულების სერვისები, ნოტარიატი, სხვადასხვა სამინისტროს სერვისები, რომლებიც სოფლად შევიტანით და ჩვენ 40-მდე საზოგადოებრივი ცენტრი, ან 40-მდე სოფელში უნიკალური ინფრასტრუქტურა შევიტანით და გავახარეთ ბავშვები, ხანდაზმულები, რომ მათ არ უწევთ შორს სიარული ელემენტარული სერვისის, მათ შორის ინტერნეტისა და წიგნის საბიბლიოთეკო სერვისის მისაღებად, აღარაფერს ვამბობ იუსტიციის ტრადიციულ სერვისებზე, რომლებიც სოფლებში გაიცემა და ახალი ტექნოლოგიები, რის გარეშეც არ არსებობს თანამედროვე სამყაროში კორუფციასთან ეფექტური ბრძოლა, იქნება როგორც აქამდე იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ჩვენ გვეამაყება ის, რომ გაისად ჩატარდება მაგალითად მსოფლიო სამიტი საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის, რომლის თანათავმჯდომარე ქვეყანა ჩვენ გავხდით საფრანგეთთან ერთად. წელს საფრანგეთში რამდენიმე კვირაში ტარდება სამიტი საქართველოში გაისად და ეს არის იმ გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რეფორმების შედეგი, რომელსაც საქართველო 4 წლის განმავლობაში ატარებდა. გასაგებია. სამდღიანი განხილვების დროს ისმოდა კრიტიკა და ბრალდებები. ნაციონალურმა მოძრაობამ რუსთავიორის საქმეზე დიდი პალატის წევრებზე ზეწოლაში თქვენს დაგადანაშაულეთ. ამაზე რა პასუხი გაქვთ? ელით თუ არა რომ უზენაესი სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით მოხსნის ამ საქმესთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს? მე ვერჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ხარეების ბედი, ერთი მხრივ რუსთავიორის ბედი, რომელიც პარტიული ტელევიზია და ჩვენ ამას ვხედავთ და ეს უკვე მოცემულობა და მეორეს მხრივ მოდავე მხარის ბედი, რომელიც ამბობს, რომ მას ეს ტელევიზია თავის დროზე წართვეს, არის ყველაზე უფრო მაღალი და ლეგიტიმურობის მქონე არბიტრის ხელში. ეს არ არის მით უმეტეს რომელიმე კოლეგია უზენაესი სასამართლოსი, ეს არის უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა, რომლის იქითაც აღარ არსებობს ჩვენს ქვეყანაში უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მართლმსაჯულების ორგანო, არის სწორედ ამ ხარეების ბედი ამ დიდი პალატის ხელში. ამიტომაც არ შეიძლება მე რომელიმე მხარის ბედი დადებითად გადაწყდება თუ არ ყოფითად მაინტერესებდეს, ეს იქნებოდა დანაშაული, ამიტომაც მე სრულად ვენდობი არბიტრს, მოსამართლეს, იმ 9 მოსამართლეს, რომელიც დიდი პალატის შემადგენლობაში განიხილავს ამ საქმეს, როდის განიხილავენ ეს მათ მეტი არავის არ ეკითხება, მათ შორის არც მე და ყველანაირი ცილის წამება უნდა იყოს, რა თქმა უნდა, დადასტურებული ფაქტებით, რაც აქამდე არ ყოფილა, რაც მე არ მიკვირს, რადგან წარსულშიც მოგვისმენია, რომ მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამბობდა, რომ მე მას ვაშინებ და როდესაც საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, აღმოჩნდნენ, რომ იმ ზარის ავტორი, ქალი, რომელიც მის ოჯახში რეკავდა მუქარით, იყო მისი უბნის ბოსტნეულის გამყიდველი. ქალბატონ თეა, რადგან თქვენი ოპონენტების განსაკუთრებულად მწვავე გამოსვლები სწორედ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ეხებოდა, ამიტომ მინდა გკითხოთ, როგორ აპირებთ სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის ამაღლებას საზოგადოების მხრიდან?
დღეს სასამართლოს აქვს უფრო დიდი ნდობა, ვიდრე ჰქონდა 4 წლის წინ. ეს იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც ჩვენ გავატარეთ და რომლის ავტორიც იყო იუსტიციის სამინისტრო, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის საბოლოო შედეგი. ჩვენ საბოლოო შედეგამდე კიდევ ბევრი ნაბიჯი გვაქვს წინ გადასადგმელი. პირველ რიგში მე იმედი მაქვს, რომ ეს პარლამენტი წინამოწვევის პარლამენტისგან განსხვავებით ზოგიერთ დეპუტატს გულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ წარსული პარლამენტიდან ჯინში კი არ ჩაუდგება მთავრობას, არამედ მთავრობის პარტნიორი იქნება ყველა და მე ამის ყველა ნიშანს ვხედავ, რომ უმრავლესობამ ხარი დაუჭიროს ერთხელ და სამუდამოდ მესამე ტალღას რეფორმის, რომელიც დიდი ხანია შემოვიტანეთ ჩვენ პარლამენტში, რომელიც დახვეწს მოსამართლეთა დანიშვნის დაწინაურების მივლინების წესებს, გააჯანსაღებს კიდევ უფრო მეტად შიგნით სასამართლოებში მდგომარეობას, საშუალებას მოგცემს ჩვენ დავეხმაროთ უკვე კანონის ფარგლებში სასამართლოს, რომელსაც ახალი ტექნოლოგიების და სასერვერო უზრუნველყოფის კუთხით ყველას დახმარება სჭირდება, მათ შორის მთავრობის, პარლამენტის, დონორების, მათ შორის თუ კი არის სხვადასხვა საბიუჯეტო სახსრების, რომ ელექტრონული განაწილების წესი დაინერგოს. ამისთვის ტექნიკურად ჩვენ უკვე ვამზადებთ სამუშაო დავალებას, იმისთვის რომ შემდეგ შესაბამისმა პროფესიონალებმა ეს პროგრამა დაანერგონ. და ასევე ჩვენ გვჭირდება, რომ მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის თვალში რიგითი მოქალაქის, რომელსაც ედავება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მათ თვალში ავამაღლოთ მოსამართლისადმი ნდობა, რომელთაც არ აქვთ დღეს ადამიანური და ფინანსური რესურსი, რომ სწრაფად განიხილონ საქმეები და ამ მხრივად ჩვენ გვაქვს რეფორმის შესახებ პროექტი, რომელიც უკვე სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებისგან განტვირთავს სასამართლოებს, მათ შორის მედიაციის დანერგვის. ხალბატონთია, მესამე ტალღის რეფორმირების საკითხზე ჩაგეკითხებით, პრემიერმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში გაგრძელდება ამაზე მუშაობა. თუ შეგიძლიათ თქვენ უფრო კონკრეტულ ვადებზე საუბარი ამ დროისთვის, იმიტომ რომ ბევრი თანხმდება იმაზე, რომ აღნიშნული რეფორმირების პროცესი ისედაც გაჭიანურდა უკვე. თქვენ იცით, რომ როდესაც ახალი პარლამენტი იკრიბება, მან უნდა გამოსცეს აქტი, რომელშიც ჩამოსწერს ნუსხას იმ წინა პარლამენტის მიერ დაწყებული პროექტებისა, რომელსაც ის გააგრძელებს და ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, მომავალ კვირაში ახალი მოწვევის პარლამენტი უკვე დაამტკიცებს ამ ნუსხას და ამ ნუსხაში აუცილებლად იქნება მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმა, როგორც წინა პარლამენტიდან ახალ პარლამენტში გადმოტანილი რეფორმის პროექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ განხილვა გაგრძელდება, არის ღიად დარჩენილი კითხვები და ბევრი ახალი დეპუტატია ამ პარლამენტში, ამიტომ მე რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავ, რომ ახალ-ახალი კითხვები გაჩნდეს და ასე ვთქვათ, რაღაცა თემებზე დისკუსიები თავიდან შედგეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ბევრ დროს არ დაგვაკარგინებს და ერთხელ და სამუდამოდ ამ ძალიან დიდი ხნის სურვილს მთავრობის იუსტიციის სამინისტროს ავტორობით შემოტანილ რეფორმას ჩვენი უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მართველი პარტია ერთსულოვნად დაუჭერს მხარს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომდევნო ნაბიჯია მართლმსაჯულებისადმი ნდობის ამაღლების სფეროში. ხალბატონთია, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პრემიერმა ასევე თქვა, რომ ეს თემა შიდა კონსულტაციებს საჭიროებს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით კი მისი უწყება უპირობო ლიბერალიზაციას არ ემხრობა. თქვენი უწყების და პირადად თქვენი პოზიცია როგორია იმის გათვალისწინებით, რომ აქტიურ კამპანიას აწარმოებს ოპოზიცია ამასთან დაკავშირებით? ჩემი პოზიცია 4 წლის მანძილზე იყო და რჩება იგივე, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა, რომელიც არის გაწონასწორებული და არ ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიას. ჩვენ ნაწილობრივ ეს პოლიტიკა შევცვალეთ და მხოლოდ რეპრესიას დღევანდელი ნარკოპოლიტიკა არ ეყრდნობა საქართველოში, მაგრამ გასაძლიერებელია პრევენციის ეგრეთ წოდებული პილარი, იმიტომ რომ 4 მიმართულებისგან შედგება თანამედროვე სამყაროში ნარკოპოლიტიკა, ეს არის რეპრესია, პრევენცია, ასევე ზიანის შემცირება და მიწოდების შემცირება, ეს არის კომპლექსური თემა,
და ამ პოლიტიკას ნამდვილად სჭირდება გაძლიერებული შიდა კონსულტაციები, სადაც უნდა ჩაერთოს განათლება, ჯანდაცვა, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, რადგან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წასაყვანი ნარკოპოლიტიკა ვერ იქნება, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა არიან საგამოძიებო ორგანოები და სისხლის სამართლის დევნის ორგანოები, ანუ რეპრესიის ნაწილზე აგებენ პასუხს. პრევენცია კი სხვამ უნდა განახორციელოს და ასევე ჩემი პოზიცია არ რჩება იგივე რაც იყო, რომ ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებას, თუ კი ის არ არის გასაღებით დაკავებული, თუ კი ის არ არის დამზადებით დაკავებული, ის უნდა იქნეს პირველ რიგში ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანად მიჩნეული და მას უნდა მიხედოს ჯანდაცვის სისტემამ, რადგან ასეთი ადამიანი ციხეში უფრო ცუდ მდგომარეობაში ვარდება. დიდი მადლობა ქალბატონ თეა, რომ გამონახეთ დრო და ჩვენი სტუმარი იყავით. მე შეგახსენებთ, რომ მოამბის მადლობა თქვენ. თეა წულუკიანი პასუხობდა, ჩვენ განვაგრძობთ გამოშვებას. შეხვედრა